გამარჯობა. Well, 11 ივნის ქალთაშორის პისტოლეტის სროლის შეჯიბრიდან გამომაგდეს, იმიტომ რომ ნათია ქოლუსი ვარ. Yes! I know. ხოდა მოგიყვეთ რა მოხდა. ესეთი ბედნიერი იმიტომ ყვები რომ 11 ივლისს მოხდა და ანუ იმან ჩაიარა უკვე და საერთოდ აღარც გაბრაზებული ვარ. გაბრაზებული როგორ არ ვარ. ვარ რა თქმა უნდა თვითონ მოვლენაზე რა ესეთი რაღაცები რო ხდება, მაგრამ ისე გაბრაზებამ გადავიარა მოკლედ და მაგიტო ვარ ესეთი ბედნიერი, ამიტომ წერ თორე ისე იმ დღეს ნამდვილად ვიტირე. დიახ, რა მინდოდა სროლის შეჯიბრში მოგიყვებით. მოკლედ, ძალიან მაგრად არ ვისვრი, მაგრამ ეს შეჯიბრი იყო სროლის მოყვარულ ქალთა შორის შეჯიბრი და ამიტომ ვიფიქრე რომ მეთქი why not? ვწდი ჩემს ბედს, იმიტომ რომ ხანდახან კარგად ვისვრი, ხანდახან ცუდად ვისვრი, ან საშუალოდ ვისვრი, ესე რომ ვერ ვიტყვით რომ ან ძალიან მაგარი ვარ, ან პირიქით. ზოგჯერ კარგად ვისვრი მოკლედ. მაგრამ რაც თავარია, ძალიან მართობს ეს რა, ანუ ძალიან კაი გასართობი არის ჩემი აზრით და ადრენალინის დასახარჯი თუ პირიქით რა ვიცი, მოსახვეჭი. ოღონდ ეს უსაფრთხო გარემოში სროლა რა. ნადირობა და ეგეთ რაღაცები არ მომწონს. Anyways, მოკლედ ვიფიქრე, რომ კარგი side quest-ი იქნება, თქო, მიყვარს side quest-ები. და გავერთობით თქო რა, ანუ რაღაცა თავს შევეჯიბრები და ვნახავ სტრესულ სიტუაციაში, როგორ გავართმევ თავს და ეს მაინტერესებდა. მივედი shooting range ლაგუნაში. ეს არის ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე არსებული სასროლეთია რა. მინდოდა რომ 1-2 წვრთნა მაინც გამევლო თვითონ შეჯიბრამდე და მაგიტომ მივედი მოკლედ პირველ წვრთნაზე. გავიცანი აქ ეს გიორგი, რომელიც არის კომპანია ლუგერის დამაარსებელი, მაგას მე აგიხსნით რა ხდება საერთოდ. ხო და ანუ ეს გიორგი გავიცანი, რომელმაც ჩამიტარა წვრთნა, აღარ მახსოვს 1 საათიანი იყო თუ 2 საათიანი, რა ვიცი მე იმას ვაზნების ჩალაგებაში და სროლაში. შეიძლება სწრაფად. ისვით ამ მთელი 1 საათის განმავლობაში სიტუაცია იყო ძალიან მეგობრული, ძალიან კარგად და ნორმალურად მესაუბრებოდა და პირიქით ანუ რაღაცებზე შემაქო კიდეც და ნუ რავი რა, ძალიან მეგობრული სიტუაცია იყო. და რო წამოვედი, ვუთხარი რომ ხო მეთქი მეორე წვრთნაზე მოვალ შეჯიბრიდან ალბათ 1 კვირით ადრე სადღაც მანდ ჯობია თქო ხო რომ ანუ შეჯიბრთან ახლოს უფრო სწორედ. და კარგიო შემეხმიანება და კაი მეთქი და ნუ მოკლედ წამოვედი. ხო და მიუხედავად იმისა რომ ეს შეჯიბრში მონაწილეობა მინდოდა სახალისოდ ჩემთვის ესე გასართობა და რაღაცა სერიოზული არაფერი არ არის ხო რა მოყვარულ სროლის მოყვარულ ქალთა შორის შეჯიბრი ანუ It's not that serious. მაგრამ მაინც სერიოზულად მივუდექი რა, იმიტომ რომ თუნდაც გასართობად მინდოდეს რაღაც, სერიოზულად ვუდგები მაინც რა, ანუ ეხა სრიალიც გასართობად მინდა თხილამურებით, მაგრამ სერიოზულად ვუდგები მაგასაც რო რამე. ხო და ნუ მოკლედ, იმდენად სერიოზულად მივუდექი, რომ ჩავეწერე სასწრაფოდ ჩხილების სალონში, ჩხილებზე და დავიმოკლე, ანუ მოკლედ გავიკეთე, რომ სროლაში არ შემშლოდა ხელი. ნინო ისეთი ჩხილები გამიკეთე რომ სროლის შეჯიბრში მოვიგო. აუეჭველი. ამოვედი სახში და მირეკავს გიორგი. ნათია გამარჯობა მეთქი. გიორგი ვარ მეთქი ვიცი გიორგი ხო გამარჯობა. მოდი პირდაპირ გეტყვი, უნდა მოგხსნა ამ შეჯიბრიდანო. მეთქი რატო? თუმცა მე უკვე მქონდა ჩემი suspicion. რატომაც, იმიტომ რომ ვიღაცები ხო ვერ მიტანენ ისე რომ არ მიცნობენ საერთოდ და მეთქი ერთი ეგეთი არის თქო, მაგრამ თან ანუ იმ დღეს რომ ნახა და რაღაცა ეგრე არ ეტყობოდა რა, ანუ პირიქით ძალიან მეგობრული იყო. ნუ მოკლედ ვიღაცამ რაღაც უთხრა სავარაუდოდ ჩემზე, რომ ეს ის არის, რავი, რომელიღაცა ჩემი იარლიყი თაგანი. ხო და მეუბნება, უნდა მოკლედ მოგხსნა ამ შეჯიბრიდან. რატო მეთქი? ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული პრობლემები რომ შეიქმნაო, მე დავტოვეო სამსახურიო მაგის გამო და ეს კომპანია ლუგერიო მაგიტო შევქმენიო რა და ჩვენო ანუ შენ და მეო საერთო კი არა და მოიცა საწინააღმდეგო აზრებზე ვართო რა და რომელ აზრზე მეთქი? ანუ ერთი აზრი მითხრა რომელი მეთქი რა. ვერ მითხრა. ძალიან გთხოვ გიორგი, მეთქი ერთი აზრი მითხარ, რომელზე წინააღმდეგები, რომელსაც მე ვამბობ, ანუ მართლა ძალიან მინდოდა, რომ ერთი აზრი მაინც ეთქვა, რომ ანუ ხო შეიძლება რომ რაღაცა ლოგიკურად დაილაპარაკო და იქნება ცდები ადამიანო, მეთქი, ანუ ხო შეიძლება იქნებ ჩემ შეფასებაში ცდები, დავილაპარაკოთ. ნუ მოკლედ არა. No,
გიორგი literally შეაყარა კედელს ტყვიები. გიორგის არაფერი არ ესმის. გიორგი კვლავ ტელეფონზეა. მე ვთხოვ მას ერთი 10 წუთი ვთხოვდი, ვეხვეწებოდი, რომ ეთქვა ერთი სიტყვა, ერთი წინადადება, რომელიც ჩემგან მოისმინა და ამას არ ეთანხმება რა. ვერც ერთი ვერ მითხრა, იცით რატომ? არც ერთი ჩემი ვიდეო გიორგის ნანახი არ აქვს სავარაუდოდ. თითქმის დარწმუნებული ვარ. ოკეი, მეთქი ცდები, მაგრამ ეს წინ და უკან ჩემ ხვეწნასა და მის ასეთ საუბარში, რომ აი მე არაფერს ახსნის ვალდებულება შენთან არ აქვს და მსგავს ტექსტებს ვისმენდი მისგან მხოლოდ და ასეც მითხრა ბოლოს, რომ კაი, ხო, უსამართლო ვარ და აი ესე გხსენი, არ მაინტერესებს. კარგი მეთქი, კარგად იყავი. მე მივწერე, ეს არ ვიმყოფინე რა, მივწერე, რომ მეთქი, ძალიან გთხოვ მეთქი, ჩემი ის ჩავუგდე სოცმედია. შედი მეთქი და ანუ უბრალოდ რავი, ნახე რამე ვიდეოები თქო, იმიტომ რომ მგონია რომ ვწდები მეთქი. არა, არ ვწდებიო. უცნობის გადაცემაში ყოფნა არის საკმარისიო იმისთვის, რომ არაფერს ღირსი არ იყოს შენ ცხოვრებაში საერთოდ. აი თქო, ну whatever. ისე სხვათა შორის მინდა სხვებმა იცოდეთ, რომ უცნობის გადაცემაში ზურაგირჩი ჟავქარიძეც იყო. მაგრამ anyways, აქ გავჩერდეთ, მე განვაგრძობ მაგას. ძალიან ბევრმა ადამიანმა მითხრა ეს პოსტი რომ დავწერე, კომენტარებში დამიწერეს ძალიან ბევრმა და ისეც პირადადაც ძალიან ბევრმა მითხრა, რომ უჩივლე, ანუ ცალსახა დისკრიმინაციაა რა და უჩივლე. სიმართლე გითხრათ, არ მინდა მე გიორგის ფინანსური ზარალი. მარტო ფინანსური კი არა, არანაირი მისი ზარალი არ მინდა, ანუ არ მინდა რომ გიორგი შეწუხდეს ზოგადად. მიუხედავად იმისა, რომ ჩემ თვალში ის არის მაინც არ მინდა რომ გიორგი შეწუხდეს, იმიტომ რომ არ ვთვლი რომ ის ადამიანი ამ მომენტში კარგად არის. ნეტა კარგად გახდეს და ნეტა კარგად იყოს. მართლა ვუყოთ. ეს საზოგადო ყველასთვის კარგი იქნება, საზოგადოებისთვის. In general. ასე რომ ჩივილის სურვილი საერთოდ არ მაქვს, ანუ ეს მე არაფერს არ მომცემს რა, ანუ არანაირი სიხარულს მე ეს არ მომანიჭებს, მას რომ უჩივლო და თუნდაც მოვუგო სასამართლო, რომ მოვუგო და უფრო შებეწოდება. უკლეთ, არანაირი სამაგიერო მისთვის არ მინდა, გარდა იმისა, რომ მე მინდა ეს სიტუაცია გამოვიყენო საჯაროდ, გამოვიყენო იმისთვის, რომ ამ თემაზე ვისაუბროთ და იქნებ როგორმე ხალხმა კოლექტიურად გინდა თავს ნაცად თვლიდეს, გინდა პროევროპელად, გინდა ოცნების მომხრედ და გინდა კონსერვატორად კოლექტიურად, რომ უბრალოდ დავფიქრდეთ ადამიანების იარლიყებით შეფასებაზე. რა თქმა უნდა, ბევრი ფიქრებს, რომ შეაყარე კედელს ცერცვი ეს ვიდეოც, ეხლა ვინ უყურებს ამას, ეგეთი ხალხი მით უმეტეს არ უყურებს, რო უყურებდნენ, ხო, გიორგიც სიტყვაზე არ შემეფასებდა ესე გადმომცა მავნებელი ხარო, ბოლოს რომ ნახე. დიახ, მომეცა ბედნიერება, მეორედ მენახა და ესე მითხრა, რომ მავნებელი ხარო. რატომ მეთქი და ვერ მითხრა, კლავ. დიახ. ანუ რა პრობლემა არის? შემიძლია ნებისმიერი იარლიყი აგაკრა და მე მიდი და უარყავი, ანუ როგორ უნდა უარყო? რასენს რა, მით უმეტეს ეგეთი რა, მავნებელი ხარ. ანუ მე პირადად რაც გამახარებს არის რომ პატარა თაინი წვლილი შევიტანო ამ ჩემი გამოცდილებით იმაში, რომ ეს უაზრო იარლიყების სროლა ცოტა ჩაჩოჩდეს, უდნავ მაინც. გიორგი ფიქრობს, რომ ის პროევროპელია. იმდენად პროევროპელი, რომ სამსახურიდანაც წამოვიდა, ან არ ვიცი რომელი, მაგრამ ესე თქვა წამოვედიო. პროტესტის ნიშნათო. გიორგის გონია, რომ პროევროპელია. და იმდენად ჯერა ამისი, რომ მე მთვლის მავნებლად, რომ მე მას ხელი შეუშალე ევროპაში შესასვლელად. მე ვდგავარ აგერ ევროპის კარზე ასე და არ შეგიშურდა რა ეს. You're insane, but I digress. მოკლედ, გიორგის და კრებით გიორგის გონია, რომ ის პროევროპელია, ქოცების ძულს, ხო და ვისაც ქოცები გძულთ და გგონიათ, რომ აი ესეთი საქციელებით თქვენ ამ ქვეყნის კეთილდღეობისთვის რამეს აკეთებთ, ზუსტად საპირისპირო საკეთებთ. ზუსტად გიორგის ნაირების წყალობით არის, რომ ოცნება დღეს კიდევ სათავეში კომფორტულად ზის. იმიტომ რომ ოპოზიციის თავარი ტოპ ტვინები აი აქ ესეთი იდეებით არიან გამოსული რა. ანუ აი ეს გიორგიმ თავისით კი არ მოიფიქრა.
ეს არის მემარცხენე ვითომ ლიბერალური აზროვნების გამონაჟური, რომელიც რეალურად არის ტოტალიტარული რეჟიმების, ნებისმიერი ტოტალიტარული რეჟიმის ძალიან ჩვეულებრივი სამართავი პროცესი, ასოცირებით დამნაშავეობა, იარლიყებით ადამიანების გარიყვა და შიშში ცხოვრება, ზოგადად ამ იარლიყების შიშში ცხოვრება. ეგ არის ტოტალიტარული მმართველობის მარწუხები. უყურებთ, მმართველები ყველა ეგეთი, მაგრამ ოპოზიციის რაღაცა ნაწილი არიან ადამიანები, რომლებიც ნორმალურად ფიქრობენ რა, უბრალოდ ყელში აქვთ ამოსული ამ მთავრობის რაღაც უკიდეგანო თავზე გასულობა. მაგრამ ესეთი ხალხი, რომელიც გიორგისნაირად არაადეკვატურად იქცევა, უფრო ჩანს და იმდენად ჩანს, რომ უცნებას არ დაელევა ამ ურჩეველი ზუსტად თქვენაირების გამო, იმიტომ რომ ხალხს არ უნდა არაფერი მსგავსიც კი, ახლოს არ უნდა მსგავს რაღაცასთან, ხალხის უმრავლესობა შუაში ვინც არიან, რო არ აქვთ არჩეული, სად უნდათ, მაგათ არავის არ უნდა ის რა ქვია, იარლიყებით ხალხის გარიყვა და ის რა ქვია მაგას, დაკენსელება და გაგაგდე და რაღაც ეგეთები. ჩემს იმაზე არ გაგაგდება ქედან. გიორგი, მე საერთოდ არ მეკამათა. მითხრა რომ შენთან არაფერი მაქვს ასახსნელიო, ჩემი აზრებიც კი არ მითხრა. ეს იმიტომ რომ უბრალოდ არ შეუძლიათ მათ გამათი. ისინი ახდენენ ადამიანის დეჰუმანიზებას, კრებით გიორგის ვამბობ თან. ადამიანის დეჰუმანიზებას ახდენენ, რომ მე ნებისმიერი ბოროტება, რასაც ამ ადამიანის მიმართ ჩაიდენენ, გაამართლონ საკუთარ თავში. ამას ქვია მორალური რისხვის სისასტიკე, რომელსაც სხვათა შორის მარტო კრებითი გიორგი არ აკეთებს, მორალური რისხვის სისასტიკეს ყველა მხარე აკეთებს. აბსოლუტურად ყველა მხარე, რომელიც აზროვნებას ბაბლების იარლიყებით ფიქრს ამჯობინებს. ჩემი პრობლემა ლგბტ მოძრაობასთან, როცა ამაზე საუბარი დავიწყე, ზუსტად ეს იყო. ცილის წამება, დამცირება, გარიყვის პოლიტიკა თან წარმოსახვით ბრალდებაზე. ვიღაცა გეუბნება, რომ ეს არის ქოცი, ეს არის რუსი, ეს არის აკაცუკი და შენ ეგრევე იჯერ. შენ იმიტომ რომ თუ ვიღაცამ გითხრა, რომელიც შენი აზრით შენ მხარეს დგას, ამ ადამიანზე ეგრევე დაიჯერე. And that's insane. ჩემ თვალში ეს არის ადამიანობის დაკარგვა მართლა ვაღვანთ. ესე მალე რომ ვიღაცას ისეთი იარლიყი მიაკრა, რომ დეჰუმანიზაციას უწევ, ნებისმიერი ბოროტება მის მიმართ გამართლებული გაქვს შენ თავში და всё. და მოკლედ ეს რომ დავინახე ლგბტ მოძრაობაში, ზუსტად მაგიტომ ამოვიღე ხმა. ამ იარლიყებს არც ერთს არ აქვს გარკვეული დეფინიცია. ამათი დეფინიციები იცვლება ყოველ ჯერზე, როცა ვიღაცას რაღაცა აწყობს ახალი. ლგბტ მოძრაობის ნასროლ იარლიხს ჰომოფობს ყოველთვის ეცვლებოდა ახსნა. როგორ ხსნიდნენ, ვინ იყო ჰომოფობი. როგორც აწყობდათ, ისე ჭირდნენ და კერავდნენ და ესე აფრიალებდნენ ამას. ძალიან ხშირად ისეც მომხდარა, რომ თვითონ ლგბტ მოძრაობის ფრთის ქვეშ მყოფი ხალხი გაუგდიათ და ისინი გაურიყიათ, იმიტომ რომ ვიღაცა ვერ შეწვდა იმ პედისტალს, რომელიც ამ კვირას დააპდეითეს, რა იყო ჰომოფობია, ამან არ იცოდა, რაღაცა ისეთი თქვა და ეგრევე ჰომოფობია ეს და გარიყეს. ამ ბოდიში მოახ თუ ბოდიშს არ მოიხდიდა. თუ ბოდიშს მოიხდიდა ისევ შემოიკედლებდნენ, მაგრამ ეს უკვე დასჯილია, ხვდები, ეს უკვე იმაში ზის იმ კალაპოტში, რაშიც მონაუნა იჯდეს. მაგაში თუ ჩასვავდნენ, მაშინ ოკეი რა, მაშინ დატოვებდნენ როგორც ალაი და როგორც მხარდამჭერი. თუ ეგრე ვერ იტყო და თუ ბოდიშს არ მოიხდიდა, თუ გააგრძელებდა თავისას, всё, ყველანაირი იარლიხს მიაკერებდნენ, ყველანაირ ბოროტებას გამართებდნენ ამ ადამიანთან მიმართებაში. გააგდებდნენ სამსახურიდან და აკარგინებდნენ ქონებას და აკარგინებდნენ, რა ვიცი, ყველაფერს, რაც კი შეეძლოთ რა. ვისცეც გაუვიდათ. პარლამენტში ვიღაცა კანადაში რომელიღაცა პარლამენტარი გააგდეს 14 წლის წინ ნათქვამი რაღაცის გამო. That's crazy. და იგივენაირად მოიქცა ახლა გიორგი. დეფინიციის გარეშე მქონე სიტყვა მესროლა, იარლიყი, რომელიც იყო მავნებელი. რომელი დეფინიცია გვაქვს მავნებლის, ძალიან მაინტერესებს. მოკლედ, რაღაცა მავნებელი მესროლა და ამითი მთლიანად გაამართლა საკუთარ თავთან, ჩემი გამოგდების თან საკმაოდ უხეშად საქმე, თუმცა ადამიანები, რომლებიც ნებისმიერ პროტესტზე გამოსულ ადამიანს ყველას აბსოლუტურად ერთ ქვაბში ხარშავენ და აკაცუკს ეძახიან,
იგივენაირ საქმეს აკეთებენ, რაც გიორგიმ გააკეთა და კრებითი გიორგი აკეთებს, როცა ვიღაცას რომელიმე იარლი ხსაწებებს. და თუ თვლით, რომ მე ამაში ვცდები, რომ იარლიყები არასდროს არ არის კონკრეტულად განსაზღვრული და ყოველთვის აპდეიტდება, რაღაცა ახალი ეკვრება ხოლმე. აი ხა ქოცობა რა არის მაგალითად, მოდი ჩამომიყალიბეთ, ვინ არის ქოცი. მოკლედ, იმისთვის რომ ამ დაჭმის საპირისპირო რამე გამეკეთებინა, ავდექი და სასროლეთიდან რომ გამომაგდეს, მე მეგონა რომ სასროლეთმა ლაგუნამ გამომაგდა, იმიტომ რომ ეს წვრთნა მოხდა სასროლეთ ლაგუნაში. დაპოსტვით ეგრე დავწერე ნამდვილად რა, რომ სასროლეთი, რომელიც ხანდახან არასწორ მიზანს არ ტყავს თქო რა და ანუ ვიგულისხმე ის რომ რა უსამართლოდ მოხდა ჩემი დისკრიმინაცია და ვიფიქრე რომ სასწორეთმა გამომაგდა, იმიტომ რომ მე რა ვიცი, იქ მივედი, ხო? მან ხდებოდა მათ გვერდზე იყო დადებული ეს რეკლამა ქალების შეჯიბრის სროლაში და ანუ ეგრე ვიპოვე, მე ლუგერი არსად არ მინახავს, თუმცა მე რომ დააკვირდები დაინახავ, რომ ხო, ლუგერი და სასროლეთი ლაგუნა აწყობენ ამ კონკურსს ერთად. მოკლედ, რომ დავწერე იმ დღესვე მწერს ამ სასროლეთი ლაგუნას დამფუძნებელი და დირექტორი ზურა ბაზღაძე და მიწევს, რომ მე არ ვიცოდიო ეს საერთოდ როგორ მოხდაო, არც მილაპარაკია გიორგისთანო, მან გამოგაგდო ძალიან გთხოვ, მოდიო და გავისაუბროთო. თავიდან ხელი ავუკარი ამ პატიჟებაზე, იმიტომ რომ ანუ მეთქი მაქედან გამომაგდეს აი რა მინდა იქ თუ რაღაცა, მაგრამ გაბრაზებამ და წყენამ ცოტა რო წყენამ დიდად არ გადამიარა სიმართლე გითხრა და გაბრაზებამ ცოტა რო გადამიარა, მერე გადავწყვიტე რომ რამე უსამართლო რო არ ვთქვა თქო, იმიტომ რომ მე ხო არ ვიცი მათ რა ურთიერთობა აქვთ, რა ხდება მათში, მე რა ვიცი, ანუ ეს ერთად მოაწყეს, ახლა ხო ხტებით რა. მე და ჩემმა ნაცნობა რაღაცა ღვინის ფესტივალი რომ მოვაწყოთ ერთად და იქიდან იმან ვინ ვიღაც გააგდოს და მე არ ვიცოდე ამაზე. მე ხო ვყვები რაღაცა ცუდ სიტუაციაში ჩემ სურვილს საწინააღმდეგო. გადავწყვიტე, რომ შანსი მიმეცა ამ ადამიანისთვისაც, რომ ესაუბრა და თავისი აზრი დაეფიქსირები. მოკლედ, წავყევით და ნახეთ, როგორ ვისაუბრე ზურასთან სასროლეთში. რაც არ უნდა მენაწყენი ვიყო, არ მინდა რომ ისეთი ადამიანი მოყვეს ამ ჩემ წყენაში, ვინც არ იმსახურებს და უსამართლობა არ მინდა და მოკლედ მოვედი რომ შენი აზრები გავიგო მსგავს დისკრიმინაციასთან დაკავშირებით. ანუ რას ფიქრობ? არ უნდა შევუშვათ მავნებელი ხალხი. მე აბსოლუტურად მესმის თქვენი წყენა რა, აბსოლუტურად თქვენ მდგომარეობაში შემოვდივარ და ჩვენი მიდგომები საერთოდ არ არის ეგეთი, რომ ვინმეს გული დავწყვიტოთ. ჩვენი სასროლეთი გახსნილია იმისთვის, რომ ნებისმიერმა მოქალაქემ, ნებისმიერმა ადამიანმა მოვიდეს, ისწავლოს უსაფრთხო სროლა და ისროლოს უსაფრთხოდ. ამიტომ ეგეთი დისკრიმინაციული მიდგომები, რომ შენ ფერადკანიანი ხარ და შენ თეთრკანიანი ხარ და მოდი შენ არ შემოგიშვებ ან შენ შემოგიშვებ, ეგეთი მიდგომები ჯერ ჩემთვისაც პრინციპულად მიუღებელია და მე სასროლეთის პოლიტიკაც არ არის ეგეთი. ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია ყველასთვის, ჩვენთვის მთავარია აქ მოსული ადამიანი იყოს სრულწლოვანი და გაითვალისწინოს უსაფრთხოების წესები, რომელიც გვაქვს მაქსიმალურ დონეზე აყვანილი. ზოგადად ჩემი პირადი მიდგომა არის ესეთი, არა ვარ რადიკალიზმის მომხრე, არა ვარ დაყოფის მომხრე. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველას აზრს ვცეთ პატივი. რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ჩემთვის სხვისი აზრი, მე ვალდებული ვარ რომ პასუხისმგებლად მოვეკიდო სხვის აზრს, ერთმანეთს უნდა მოусმინოთ. ბოლომდე უნდა ვიმსჯელოთ, უნდა ვისაუბროთ და ამ საუბრის და მსჯელობის შედეგად უნდა მივიღეთ საღ აზრამდე და არა ისე როგორ ეს ამის აზრი ან თუნდაც ვერ მივიდეთ საღაზრამდე და თუნდაც დავჩეთ მე ჩემს და შენ აზრზე. ერთმანეთის პატივისცემა არ უნდა დავკარგოთ. არ ვიცი რა, ის ჩემი აზრი შეიძლება იყოს რადიკალური, რომელიღაცა აზრი და თუ რამის მომხრე ხარ 100%-იანად, ხო? მაშინ რადიკალურია ის აზრი. აზრის რადიკალობა ოკეია, მაგრამ პიროვნება არ უნდა იქცე რადიკალად, რა ჩემი აზრით. ანუ ვიღაცა მით უმეტეს ამ შემთხვევაში საერთოდ არ იცის ჩემი აზრით ვინ ვარ, ან რავი, გონია რაღაცები ადამიანს და ანუ მაგ შემთხვევაში მით უმეტეს რა, მაგრამ
რომც არ ეგონოს და მართალიც რომ იყოს, მაშინ ეს კონკურსი და არაფერი ღონისძიება საერთოდ საჯარო აღარ გამოდის რა. მაშინ გამოდის რომ უნდა დააკონკრეტო, აი მე ვინც მევასება, მარტო იმ ქალებისთვის არის ეს კონკურსი. როდესაც სტარდება საჯარო ღონისძიება, როდესაც არ არის დახურული ღონისძიება, ყველა ორგანიზატორი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს იმ სტანდარტს, რასაც მოიცავს საერთო ღონისძიება. ჩვენ ადამიანები არ უნდა გადავარჩიოთ მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო, მათი კანისფერის გამო, მათი სარწმუნოების გამო, ჩვენ როდესაც საჯარო ღონისძიებას ვატარებთ, ვალდებულები ვართ, რომელი ადამიანიც დაიცავს იმ მინიმალურ პირობებს, რაც მოცემული გვაქვს უსაფრთხოების ნაწილში, ჩვენ ვალდებულები ვართ მივიღოთ ადამიანი შეჯიბრზე. ხო, ნუ მეც ესე მეგონა და მე ანუ შენთან იმიტომ მინდოდა საუბარი პირადად რა, მე უკვე როცა წენა შედარებით გადამიარა, იმიტომ რომ შენ მითხარი რომ ერთად კი ვაკეთებთო, მაგრამ ჩემი არის ანუ ეს სივრცე სიტყვაზე, მაგრამ თვითონ ორგანიზება არის ხვისი. კი, ანუ ამ კონკრეტულ ღონისძიებაზე რო ვისაუბროთ, ლუგერის და შუთინგ რეინჯ ლაგუნას საერთო ორგანიზებული შეჯიბრება არის. მაგრამ აქ მთავარია გავიგოთ რომელი ორგანიზაცია რას აკეთებს. ჩვენი ორგანიზაცია გამოყოფს სივრცეს მოყვარული მსროლელებისთვის. ჩვენი ორგანიზაციის მიდგომაა, რომ ბევრმა ადამიანმა ისწავლოს იარაღის უსაფრთხოება, იარაღის უსაფრთხოდ სროლა, რადგან ჩვენ ვთვლით, რომ პისტოლეტი და ზოგადად იარაღი არის თავდაცვისთვის, სამოქალაქო თავდაცვისთვის. ჩვენი ნაწილი არის ამ შემთხვევაში სივრცის გამოყოფა მოყვარული მსროლელებისთვის, რასაც მეორედ ვაკეთებთ უკვე და ვფიქრობ, რომ კიდე შემდგომშიდაც უნდა გავაგრძელოთ, რადგან მოთხოვნა არის. ლუგერის ორგანიზებით ხდება უსაფრთხოების პიროვნებების აყვანის საკითხი. ამ კონკრეტულ საკითხში ჩვენ ვისაუბრეთ და მე თქვენაზე ვარ, რომ არ უნდა მომხდარიყო დისკრიმინაციული გადარჩევა ადამიანის შეხედულებების გამო. ჩვენ მაგ აზრზე თავიდანვე ვიყავით და ჩემი შეხედულებაც ასეთია. უბრალოდ უხერხული მომენტი იყო ჩემთვის, რომ ესეთი რამე შეიქმნა, ეგეთი მომენტი რო შეგექმნა და ამიტომ გადავწყვიტე დაკავშირებოდი და თავი არ გეგზნო დაჩაგრულად. პრინციპში არც ხარ დაჩაგრული, შენ ნებისმიერ დროს შეგიძლია ჩვენთან მოხვიდე შუთინგ რეინჯ ლაგუნაში, გადამზადებასაც მე დაკვირდი, რომ გადამზადებაც გვექნებოდა, რაღაცა შეიძლება გავაკეთოთ კოლაბორაცია, იმიტომ რომ მასე არ უდგებით საკითხს, რომ რადგან ადამიანს სხვა მოსაზრება აქვს, შეიძლება ჩვენთან ვერ ითანამშრომლოს. ჩვენთვის ჩვენი კარები ყოველთვის ღია იქნება და ამიტომ იმ უხერხული მომენტისთვის მოგიბოდიშებ და არ იფიქრო ისე, რომ ჩვენი ორგანიზაცია რამე წვლილი მიუძღვის ამ პირადად მე რამე წვლილი მიუძღვის იმაში, რომ ადამიანები დავჩაგროთ. პირიქით, ჩვენთან ყველაფერი ღია და ჩვენი მიდგომებია ასეთი, რომ ყველა მოვიდეს, ყველა მისწავლოს უსაფრთხო სროლა და ისწავლოს იარაღთან უსაფრთხო მოპყრობა. კიდე იმიტომ მინდოდა რომ მესაუბრა შენთან რომ არ მინდა რომ მე გავიღო რაღაცა წვლილი იმაში რომ ადამიანები კიდე უფრო დაიხლიჩონ რა რაღაცა ბანაკებად მინდა რომ პირიქით მოხდეს ეს ჩემი რაღაცა პატარა წვლილი იმაში იყოს რომ ვიღაცას რაღაც რო ეწყინემო პირიქით თავადაც გადადგას ნაბიჯი და ანუ ერთმანეთს უფრო ვესაუბროთ ადამიანებმა და გავარკვიოთ რაღაცები ვიდრე რომ გაუბრაზდეთ და გავიქცეთ და მარტო ჩვენ აზრზე ვინც არის მარტო იმას ვესაუბროთ ზოგადად ადამიანის ინტელექტი ადამიანის მოსაზრებულობა ადამიანის ადამიანობაც მაგაში გამოიხატება რომ ჩვენ გვაქვს ვალდებულება ერთმანეთს ელემენტარული პატივი ვცეთ და იმის გულისთვის არ დაუპირისპირდი ადამიანს მხოლოდ რომ ჩვენი აზრები ერთმანეთს არ ემთხვევა. კი ბატონო. ძალიან მაგრად შეიძლება არ მომწონდეს ვინმეს აზრი. თუნდაც ჩავთვალო რომ ვიღაც მავნებელია, მაგრამ მირჩევნია რომ იმას ვესაუბრო ვიდრე გავებუტო და გავიქცე. რა თქმა და ანუ ამის იმდენად მინდა რომ ესე იყოს უფრო მეტი რომ მაგიტომ მოვედი პრინციპში რა ეგ იყო ჩემი მე ძალიან გამიხარდა რომ მოხვედი
ვიცი როგორი გაბრაზებულიც იყავი და პრინციპში მართალიც იყო შენი გაბრაზება, მაგრამ რომ მოხვედი ვისაუბრეთ, აზრები გაუცვალეთ ერთმანეთს, ძალიან გამიხარდა. ძალიან დადებითად აღვიქვი და ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ გვესტუმრეთ. ახლა ჩვენ აუცილებლად უნდა ვისროლოთ. აუცილებლად. გიორგის თხოვ, რაღაცა კიდე ერთი გადამზადების. რომელ გიორგის თხოვ? რომელიც ვერ მიტას თუ არა. მეორე. ჩვენ თანამშრომლებს. ოკეი. და ერთად მეც შემოვალ და ერთად ვისროლოთ. კაი. ოღონდ ეს რა ქვია, შეიძლება რომ გადავიღოთ? კი. ანუ ვეცადოთ რომ არ გავარტყათ ამათ და ისე დავდგათ რომ ჩვენ ჩანდეთ, შეიძლება? გიორგი დაგვადგმევიეს უსაფრთხოდ და დიდი მადლობა დროის დათმობისთვის და ნახვამდის.